უკვე მეორე წელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა და მოზარდთა პარაორკესტრი ღონისძიებებს მართავს. მორიგი საღამო პარაორკესტრმა დედის დღეს მიუძღვნა და მასზე ქართული და უცხოენოვანი ფილმებიდან მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა. ღონისძიებაზე გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დღის ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენაც. დღევანდელი კონცერტი ჩვენ მიუძღვენით ქალთა დღეს, ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია ჩამოლაყალიბდა სწორედ შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედებმა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ვართ განსაკუთრებული დედები და ძალიან კარგია თუ მოხდება საზოგადოებაში ამ ადამიანების სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და პარაორკესტრის იქნება მესიჯი, რომ მიიღონ ამ ბავშვების მუსიკალური შემოქმედება და აღიარონ, რაც ძალიან პოზიტიური იქნება ჩვენთვის და მთლიან საზოგადოებას. ძალიან გეხარებული ვარ, მიხარია რომ ამ სისხლეფონზე ვუკრა და როცა გვაქვს გამოფენა ან რამე კონცერტი გავდივარ და ვუკრავთ და კიდე ახლა რაღაც სულამეს ვაკეთებ რა ხან აქვია ციხისგან ფიალებს ან აქვია ბარათის სადაც და ძალიან მიხარია